ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სატარიფო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც 10%-იანი საბაზისო ტარიფი საქართველოსთვისაც ამოქმედდება. შეფასებები მოჰყვა თბილისში. Რომელიც არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა, როგორმე თავად განსაზღვრავს აწიოს თუ დაწიოს ტარიფები. რა თქმა უნდა, ტარიფების აწევა თავისთავად სიახლეა მსოფლიოს სავაჭრო პოლიტიკისთვის, სავარაუდოდ ამას მოყვება ასევე ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ტარიფები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისეთი ძლიერი ეკონომიკა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და თუნდაც ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკები თავად განსაზღვრავენ თავიანთ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რაც უშუალოდ საქართველოს უკავშირდება და ამ შემთხვევაში 10%-იანი ტარიფი ეს შეიძლება ჩაითვალოს საბაზისო, საკმაოდ მისაღებ ტარიფად ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ ხალხს უჭერს, რადგან ბუნებრივია საბაზისო ტარიფის არსებობა დამატებით იქნება სტიმული ეკონომიკური ურთიერთობების გაცილების. ევროპის ურთიერთობებს მე არ დავიწყებ ხა აქ რაღაცა განცხადებების გაკეთება, ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს, ჩვენი ურთიერთობები გვაინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არაერთხელ გავაკეთებთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, იმიტომ რომ კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც არსებობს დღეის მდგომარეობაში. აქვს ორი მიზანი. პირველი, რომ გააძლიეროს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა და მეორე, რომ გააძლიეროს ამერიკის გავლენები და დომინაცია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, სადაც საჭიროა, მათ შორის მისი სავაჭრო პარტნიორების დასუსტებით. ჩვენ ამ ხრივაც სხვათა შორის პირნათელი ვართ ამერიკელების და ამერიკის მოსახლეობის წინაშე, ვინაიდან ჩვენ სავაჭრო ბრუნვას თუ შეხედავთ, იმპორტი არის დაახლოებით 90%, ცოტა მეტი და ექსპორტი, ანუ რეალურად რაზეც დაწესდა ტარიფები, ახალი ტარიფები არის დაახლოებით 10%. ანუ ის თავარი გამოწვევა, თავარი მიზანი და მიზეზი, რატომაც დაიწყო ტრამპმა თავისი ახალი სავაჭრო პოლიტიკა, სატარიფო ომები არის სწორედ ეს დისბალანსი, ის როდესაც უცხო ქვეყნები ბოროტად იყენებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების შედარებით რბილ პოლიტიკაში.